საღამო მშვიდობისა! მოგესალმებით ყველას! დღეს ორშაბათია და შესაბამისად რუსთავიორის პირდაპირ ეთერში გახლავთ ჯეოსტარისა და რუსთავიორის ერთობლივი პროექტი ჯეოსტარი 2011. მეცხრე ტური გახლავთ პატივცემულო საზოგადოება დღეს. სამწუხაროდ მორის მელაძემ დაგვტოვა წინა ორშაბათს, მაგრამ გულშემატკივართა ხმა არ მესმის, დაგვრჩა 5 კონკურსანტი. ამ 5-დან 3 აუთსაიდერი გვეყოლება, ხოლო 2 ლიდერების პოზიციას დაიკავებენ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თქვენი დამსახურება იქნება, ასე რომ აკაცი აქტიურეთ და გაახსოვდეთ რომ ეს არის მობილური შოუ, ყველაზე მუსიკალური და ყველაზე მობილური და ეს ის შოუა, სადაც მობილურები შეგიძლიათ არ გამორთოთ და თან გულშემატკივრობასთან ერთად SMS-ებითა და ზარებით უგულშემატკივროთ თქვენს რჩეულს. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ჟური. მოკაშკაშე ვარსკვლავიო, ესე ვაცხადებთ ხოლმე, ესე მოკაშკაშე ვარსკვლავი ჩვენი ესტრადისა სასახელო ადამიანი, სხვათა შორის სულ ცოტა ხნის წინ გამოვძველი, ესე იგი გვირავში და სახალვაშეს გაუარე, ხო ეგრე ეძახიან. ხო და შენი მამულებიდან მოდივარ ეხა პირდაპირ. სოფო ხალვაში. ჯგუფი მგზავრების ლიდერი, მსახიობი მუსიკოსი, შემსრულებელი, სიგიჟე ადამიანი, გიგი დედალამაზიშვილი. მუსიკის კრიტიკოსი ნიკო ნერგაძე, მუსიკალური პროდიუსერი გაბატონი მარინა ბერიძე. ესე იგი, მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი Facebook-ელები. გამოიწვიეთ წამი შენახეთ ფოტოგრაფია. ეს არაჩვეულებრივი ადამიანები რა, ყოველ დღე ორშაბათობით ამ ადამიანებს უყურებ, იმიტომ რომ ყველაზე აქტიურები ესენი აღმოჩნდნენ, ასე რომ რა შევით? ბოდიში რა ვერ მოგისწარით კულისებში, მაგრამ არა უშავს. შუალედში დაგეკონტაქტებით, ხო? თუ ვინმე გსურთ რომ მოხვდეთ ამ ადგილას, იაქტიურეთ ჯეოსერის Facebook-ის გვერდზე და თუ იაქტიურებთ, მოხვდებით აი ამ საპატიო ადგილას და რა თქმა უნდა კულისებში შემოიხედავთ და აქვე მინდა დავსძინო. ეს არაჩვეულებრივი სიტყვები, რომელსაც ახლა წარმოვთქვამ, მინდა წარმოგიდგინოთ აი ეს არაჩვეულებრივი Android-ი, გადასარევი smartphone-ი, სენსორული ეკრანით და მთელი ამბებით, სრული ინტერნეტ მხარდაჭერა გააჩნია, flash player-ი და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. ეს უკვე მოიპოვა ერთმა ადამიანმა წინა ორშაბათს. ყურადღებით იყავით პატივცემულო საზოგადოებამ, იმიტომ რომ ჩვენ Facebook-ის გვერდზე, ჯეოსერის Facebook-ის გვერდზე კონცერტისა თუ კონკურსის დასრულებისთანავე დაიდება შეკითხვა, რომლის პასუხიც სწორედ დღეს აი აქ გაჟღერდება და მინდა ყურადღებით იყოთ, კარგად მოусმინეთ ჟიურის. ეს პასუხი სწორედ მათგან გაჟღერდება, ასე რომ ყურადღებით უყურეთ დღევანდელ ჩვენ კონკურსს და კონკურსის დასრულებისთანავე Facebook-ზე გაგვეცით ყველაზე სწრაფად პასუხი და ეს Android-ი თქვენია. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მედია პარტნიორს Fortuna-ს 169-ს და მის ყველა მსმენელს, რომელიც ვერ ახერხებს რუსთავიორის პირდაპირ ეთერში გვადევნოს თვალყური და მხოლოდ ყურს გვადევნეს რადიოს საშუალებით, Fortuna-ს საშუალებით, მოგესალმებით ყველას და შევეცდებით დაწვრილებით მოგაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია. დღეს არის ქართველი ბარდის ოთარ რამიშვილის ტური. და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯეოსტარელების გვერდზე იქნებიან ჩვენი მუსიკოსები, ელექტროპიანო ამირან დიასამიძე, დასარტყმელი ინსტრუმენტი ლევან აფშილავა, ბას-გიტარა შაკო ხელეყვა, გიტარა ზიად ხინიკაშვილი. გამარჯობა ზიად.
ჩვენს დაემატა ჩვენი ჯეოსტარელი ფლეიტა ზურა მოსიავა და როიალთან ზვიად მოქვაძე ხუთივე ჯეოსტარელის სცენაზე შევხვდეთ კახეთი გიორგი გოგიშვილი 30-02 იმერეთი მარიტა 30-05 მარი 30-06 თბილისი ლევანი 30-09 თიანეთი და თბილისი 30-11 ანდრია დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს ვინც ზრუნავენ ჩვენს კონკურსანტებზე მარტო ადამიანებს არა ფირმებს კომპანიებს ეს არის მელანჟი სალონების ქსელი მელანჟი რომლებიც მარცხნილობაზე ზრუნავს ჩვენი მოიცეთ ხელი რატომ მოკიდე ხო გითხრესო ასე იყოსო მელანჟი ხო გითხრა ხო ესე კარგია გრანდიოზული საახალწლო ფასდაკლება აქვს მელანჟის ასევე მინდა ბენეტონს და კოტონს უთხრა დიდი მადლობა, კარგად გამოიყურებით და ასევე რა თქმა უნდა მეც მინდა რომ მადლობა გადავუხადო ტედლაპიდუს, უღრმესი მადლობა ჩემი ჩაცმულობის ზრუნვისთვის და აი ტედლაპიდუს დროით უკვე მეუბნება ესე იგი საათი რომ ლელასთან უნდა გადავინაცვლო. ლელა მოგესალმები ლელა. საღამომშვიდ და ბისა დუტა როგორ ხარ? ვაუ. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მე არაჩვეულებრივად ვარ. თუმცა ცოტა ნერვიულობ. რა გაღელვებს? მაღალობს, იმიტომ რომ ვიცი დღეს კიდევ ერთი ჯეოსტარელი დაგვტოვებს, რაც უფრო ცოტავდებიან, მით უფრო მატულობს მღელვარება, ასე რომ მე მოუწოდებ მათ გულშემატკივრებს გააქტიურდით, დაურეკეთ და დაუმესჯეთ თქვენს რჩეულს, რადგან სწორედ თქვენ წყვეთ, ვინ უნდა დარჩეს კონკურსში და ვინ დაგვტოვოს, ასე რომ მიაქტიურეთ აუცილებლად. აუცილებლად იაქტიურებენ, აი ნახეთ თუ არის აქტიურონ დღეს. დარწმუნებული ვარ დუტა რომ ასე იქნება. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია TBC ბანკის Prime Card, რომელიც გააძლევთ საშუალებას თავად შექმნათ მისი დიზაინი. დუტა, ხუთივე ჯეოსტარელს ველოდები ამ არაჩვეულებრივ TBC-ის ოთახში და მალე გამოვუშვი ძალიან გთხოვ. მალე გამოვუშვებ რა, მე ძალიან მაინტერესებს ერთი ვიდეო ვნახო, იმიტომ რომ 08 არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო კომპანია, საინფორმაციო ცენტრი, რომელიც სადაც ყველა კითხვაზე პასუხი არსებობს ამ ნომერზე, თან საზოგადოებისთვის ნახევარ ფასად. სწორედ იქ სტუმრობდნენ ჩვენი ჯეოსტარელები და ნახოთ ვიდეო, რა გააკეთეს ესეთი ძალიან მაინტერესებს. ნახოთ. ჯეოსტარელები 08-ში. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 08-ში, ძალიან სასიამოვნოა, თქვენი ხილვა ყველასი. დღეს თქვენ გექნებათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა, მიიღოთ ზარები აბონენტებისგან, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავცეთ პასუხები. და მე აუცილებლად ყველას გადმოგეცემათ თქვენ ერთი თვის უფასო მომსახურება 08-ზე. გამარჯობა. მარიტა როხვაძე. ჯეოსტარის კონკურსანტი. გესმენ. ჯეოსტარის კონკურსანტი მარიტა. დიახ, მარიტა. გამარჯობა, გენასწორებს თქვენი გულშემატკივარი ვარ უმრესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურ. საინფორმაციო ცენტრი 08 არის ჯეოსტარის ერთ-ერთი სპონსორი. დღეს იყვნენ ჩვენთან ოფისში ჯეოსტარელები. საუცხოოდ იმუშავეს მათ შორის. თვითონ დაარწმუნდნენ მომღერლები, როგორი ზღვა ინფორმაცია და ზუსტი ინფორმაცია გვაქვს თან ნახევარ ფასად. საინფორმაციო ცენტრი 08 აწესებს 08-ის ჩვეულისთვის iPhone-ს და ყველას მოგიწოდებთ, რომ გადმოდით მწვანეზე, გადმოდით ახალ საუკუნეში. თქვენ დაუკავშირდით 08-ს. გთხოვთ დაელოდოთ ოპერატორს. სხვათა შორის რაღაცის მიზნითო იქ თქვენი აპარატი იწერებაო. ეგეც არის ხოლმე ეგ ინფორმაცია და ძალიან მომწონს, როცა მეუბნებიან, დიახ, გისმენთ ბატონო დუტა. სახელით რომ მოგმართავენ, ეგ არის იდეალური მომსახურება, ძალიან მომწონს ეგ ამბავი. დღეს 08-სთან დაკავშირებით პატარა ინფორმაცია კიდევ უნდა მოგაწოდოთ, ის ვინც დაგვტოვებს სამწუხაროდ დღეს, იქნება ასეთი აუცილებლად 08-ისგან, სწორედაც რომ მიიღებს ultra თანამედროვე iPods, სენსორული რაღაცის ამბებით არის და
Archimedes Global Georgia-მ ასევე დააწესა პრიზი ამ ადამიანებისთვის, ვინც გტოვებენ ხოლმე კონკურსს პატრიციონალურ საზოგადოებამ. 2007 წლიდან ეს საზოგადოება, ესე იგი, მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაზე ორიენტირებული და შესაბამისად ჯანმრთელობის დაზღვევის პოლის გადაცემს ჩვენ კონკურსანტს. ასევე MobiPay, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია საქართველოში, უკვე 1000 ლარს სთავაზობს ჩვენ კონკურსანტს თავის ელექტრონულ საფულეზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისთვის იბრძვიან ჩვენი კონკურსანტები. ისინი იბრძვიან სახელისთვის, ისინი იბრძვიან ტიტულისთვის, ისინი იბრძვიან ყველაზე მაგარი ტიტულისთვის, ჩეოსტარი 2011-ისთვის. ვინ მიიღებს ამ პრიზს, ვინ გახდება ამ ღირსეული ტიტულის მფლობელი, ამას ისევ და ისევ თქვენ გადაწყვეტთ, ჩვენ უბრალოდ დაგეხმარებით. ასევე თქვენ გადაწყვეტილებას ძალიან დიდ პატივს სცემს ორბი ჯგუფი და ის ვინც გაიმარჯვებს, სწორედ იმას გადაცემს ბინას ბათუმის ბულვარში. რაღაცა არ გაგიხარდათ მე მგონი. ლელასთან 5 ჯეოსტარელი გველის, მაგრამ დღევანდელი ჩვენი კონკურსის გახსნა ვანდეთ ჯეოსტარი 2006. ოთონ ემსაძეს. რატომ ოთონ ემსაძეს? იმიტომ რომ გვაქვს ოთარ რამიშვილის ტული და სწორედ ბატონ ოთარ რამიშვილთან ერთად ბოლო დუეტი ჩაწერა და ნახოთ შევხვდეთ რას შემოგთავაზებთ ეს პატიოსანი ადამიანი. ოთო, სცენაზე გთხოვთ, შევხვდეთ. მე ძლიერ მიყვარს, ხო? ოთო. ის ფერტოლის. ეს არის ეს დუეტია? ის ფერტოლი, გასაგებია, ხო? Product placement-ებს არა ვართ. მე ძლიერ მიყვარს ის ფერტოლი ქალწულები ხიდიდან ფენა წუხარი გრძნობა ცივი ასე მოთმენა ძვირფასო სული მე ვსება თოვლით დღები რბიან და მე ვერდები ჩემ სამშობლოში მე მოვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები ამიტომ მიყვარს ის ფერტოლი
ქალწულებივით ხიდიდან ფენა ზუხარე გრძნობა ასე მოწმენა ჯეოსტარი 2010 ოთო ნემსაძე ეს შევა კომპაქტ დისკში ესე იგი ძალიან მალე გამოვა ოთოს კომპაქტ დისკი იცით რომ ნოდიგოდატიშვილის უკვე გამოვიდა სუხიტასი გამოვიდა და შესაბამისად იცით რომ ჯეოსტარელების კიდევ ერთი ჯილდო არის ხოლმე ჯეოსელისგან აი ეს კომპაქტ დისკი რომელიც ძალიან მალე გამოვა და წარმატებები უსურვოთ ოთოს შენ ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება წარმატებები მადლობთ აი კარგი იყო 5 ჯეოსტარელი დგას და ისტის რაკნან ნერვიულობენ აბა რა გააკეთონ 5-დან 4 დარჩება მე 3 დარჩება და ხო საჭიროა რომ ესე იგი მიმართო ჩვენ საზოგადოებას ამასინათ რაღაც რეკლამა მოვისმინე და ერთი ძალიან კარგი სიტყვა ვიპოვე კიდე ამ რეკლამაში და მინდა აქ გამოვიყენო ეს სიტყვა პატივცემულო საზოგადოება არ დაიგმანოთ ყურები გააკეთეთ საღი არჩევანი დაიგმანოთ ხო კარგი იყო ნუ დაიგმანავთ ყურებს გააკეთეთ საღი არჩევანი და გაიმარჯოს საუკეთესო. დაეხმარეთ თქვენს რჩეულებს რომ გადავიდნენ შემდეგ ტურში, ასე რომ იაქტიურეთ და გამოიყენეთ ის დრო, რომელსაც მე თქვენ ახლა მოგანიჭებთ. მე თქვენ განიჭებთ რეკლამას რუსთავი 2-ზე. და ჯეოსტარი 2011 ეთერშია 5 კონკურსანტი გველოდება ლენასთან TBC ოთახში. დღეს გვაქვს ოთარ რამიშვილის ტური. დღეს რაღაც გჭირს თქვენ პატივცემულო საზოგადოებამ და ამ სტრეს საზოგადოებამ. რაღაცნაირად ახართ და რამე ხდება? შეგცივდათ? აბა გავხურდეთ. თქვენი გამხნევება ჭირდება. ჩვენ კონკურსანტებს აი გადავინაცვლებთ TBC ოთახში და გააგონეთ თქვენი ხმა იმ ოთახში. აბა გამაგონეთ ხმა? ხუთი ჯეოსტარელი თქვენს მხარდაჭერას ელოდება. სწორედ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რომელი ჯეოსტარელი დატოვებს კონკურსს. ალბათ ხვდებით თუ რა ხდება დღეს მათ გულებში, ასე რომ მე მოუწოდებ თითოეულის გულშემატკივარს. გააქტიურდით, არ დაიშუროთ ზარები და SMS-ები, რათა გადაარჩინოთ თქვენი ფავორიტი. პირველი ჯეოსტარელი კი, რომელიც სცენაზე გამოსასვლელად ემზადება, გახლავთ თიანეთის წარმომადგენელი ლევან კბილაშვილი. რომელიც როგორც აღნიშნეთ, ოთარ რამიშვილის სიმღერას შეასრულებს ბულბულის ტვენა. 30:09 დაურეკეთ და დაუმესიჯეთ ლევანს. ნახოთ ვიდეო? არა, გვაქვს ვიდეო? რა კარგია, მაშინ პირდაპირ მე გიმღერებთ. ბულბულის ტვენა შაშვის გალობა. ბულბულის ტვენა შაშვის გალობა. 30:09 ლევან კბილაშვილი შევხვდეთ. განწყობა როგორია? აბა ბატონო ზიად? კარგად არის ყველაფერი? ეგ არის.
ბულბულის თვენა შაშვის გალობა გედის სიმღერა და დედის ნანა ასე თბილი და ასე თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა ასე თბილი და ასე თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა როგორ ვინატრე ეს რომ გქონოდა წარდა ციხმა და ლამაზი რგერა რა იქნებოდა მე შევძლებოდა იმ ბულბულივით ნაზი სიმღერა რა იქნებოდა მე შევძლებოდა იმ ბულბულივით ნაზი სიმღერა დიდი მადლობა ზვიად, ზურა, ბენდი, დიდი მადლობა ლევას. რა მაგარი სიმღერაა, რატომ მიყვარდა ესე იგი თურმე მთელი ცხოვრება ეს სიმღერა. ხედავ? მოდი დავიწყოთ, ესე მოვყვეთ პირდაპირ. გიგი დაიწყე. იცი რა არის ლევანა ლევანა ლევანაო დაიზახა კაცო. რა უცებ ხო ლევანი იმდენად გულწრფელი ადამიანია რომ ესმის ხალხის რეაქცია იმიტომ რომ ის რო დგას სცენაზე ყველას მეგობარია ყველას ახლო ადამიანია და აქედან გამომდინარე ლევან ზვიად ბიჭებო აი არ მინდოდა რომ დამეწყო იმიტომ რომ იმდენად ემოციების ქვეშ ვარ რომ ეს იყო ოთარ რამიშვილის ეს სიმღერა ჩემთვის როგორც რიგითი ქართველისთვის და ყველასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს მაგრამ ისე მოგვეფერე შენ ისე მოეფერე შენს ქვეყანას ისე მოეფერე იმდენი ბევრი რამ ჩადე ლევან რომ ძალიან ბევრი რამ შეგიძლია და მართლა ღმერთმა მოგანიჭა ის ნიჭი რომ გაქვს ხმა გაქვს ლამაზი ბგერა და ხარ ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარს სიმღერა და რომელიც არის ქართველი და საქართველოს შენ უყვარ ხარ მართლა უყვარ ხარ ლევან დიდი მადლობა სოფო
პირველ რიგში ვეთყვი მსმენელს და მაყურებელს, რომ აუცილებლად დაუმესიჯონ ლევანს, იმიტომ რომ ის ნამდვილად იმსახურებს და იყო არაჩვეულებრივი და განსხვავებული ვერსია, რაც ძალიან კარგი იყო. დიდი მადლობა ბენს კიდევ ერთხელ და იგრძნობოდა ამ სიმღერაში ტკივილი, ციტბოც და ყველაფერი ერთად იყო ჩაქსოვილი, რაც ყველაზე კარგად გადმოგცა დღეს ლევანმა. დიდი მადლობა. გადადიოდა ეგ მიკროფონი ხელიდან ხელში და დადებითი ემოციები მოდიოდა თქვენგან ჩვენს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ოთარს, რომ დაგვიწერა ესეთი სიმღერები და დაგვიტოვა. და ალბათ ყველა მომღერლის რეპერტუარში ერთი ბატონი ოთარის სიმღერა უნდა არსებობდეს. თუ გინდა რომ ქვეყანა გიყვარდეს, თუ გინდა რომ ქართველი გერქვას. და ზვიად ბოლქვაძის ეს ვერსიები, რასაც დღეს ჩვენ მოვისმენთ, ალბათ ეს იმის მანიშნებელია, რომ კიდევ ბევრი და ბევრი ადამიანი შეასრულებს ბატონი ოთარის სიმღერას და მე აქვე მინდა ბატონ ზურა რამეშვილს დიდი მადლობა უთხრა იმისთვის, რომ მოგცა უფლება ამის გაკეთების და ჩვენ მოგრძალებულად ეს გავაკეთეთ. რაც შეეხება ლევანს, ის ძარღვი, ის იმ ქართველის დაწერილი ეს სიმღერა ასე თანამედროვედ, მაგრამ ასეთი ქართული სულით ნამღერი ალბათ ვერც კი წარმოედგინა ძალიან ბევრ ადამიანს. შენ დღეს საქართველო მოიტანე და დადე. ის საქართველო, რომელიც ყველას გვეყვარს აბსოლუტურად. მხოლოდ და მხოლოდ მაყურებელს ის ევალება, რომ აი ამ წუთში, ამ წამს ვისაც მოეწონა და არ მჯერა, მე ეხლა რომ ვიღაცას ბურთკლებმა არ დააყარა და ალბათ ყველას დაუმესიჯეთ. ანუ ტაო, აი ნიკოს უყურებდი და აშკარად ემოციების ქვეშ იყო. ძალიან ვისიამოვნე გაცილებით უფრო ვიდრე წარმოვიდგენდი, თან იყო თანამედროვე განსხვავებული ვერსია, თან ორიგინალი რაღაც სულისკვეთებაც იგრძნობოდა ყოველ შემთხვევაში. მე ვგრძნობდი რაღაცნაირად აი იმ ძველსაც და თან ახალს და რთული გასაკეთებელია ეგ ძალიან და ძალიან კარგი იყო. მე მაყოფილი დარჩა. 30:09 ლევან კბილაშვილი თიანეთი. დაურეკეთ ამ კაცს, ან დაუმესიჯეთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ზვიად. უღრმესი მადლობა, ძალიან მაგარი იყო. ლელა, იმედი მაქვს მოგეწონა. თუთა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არაჩვეულებრივი ყახთოვანებული ვარ, ძალიან მომეწონა ლევანის შესრულებული სიმღერა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი სიამოვნება გველოდება წინ, ძალიან მაგარი ტური გვაქვს. ეს იქ გოგონა რო ჩანს, იმის ჯერი ხო არ არის შეხება. ხო, ერთი სული მაქვს, როდის გამოვშვებ პატარა მარი ჯომარდიძეს, რომელიც დღეს შეასრულებს ყველასთვის ძალიან საყვარელ სიმღერას ფუტკარი. 30:06 არის ის SMS ნომერი, რომელზეც უნდა დაურეკოთ და დაუმესიჯოთ მარის წარმატებები. 30:06 მარი ჯომარდიძე მოემართება ჩვენსკენ ძალიან მაგარი სიმღერით. ფუტკარი როგორც აბდიაკარიო, ხო იცით არა? ფუტკარი როგორც აბდიაკარი ყვავილების გარ გვიმზადებს ძავას. მარი ჯომარდიძე, შევხვდეთ. ზვიად აქეთკენ გადმოხვალისებ ხო? ზვიადი რა თქმა უნდა დაგვეხმარება, გიტარა უხდება, რა ვქნათ ახლა უგიტაროთ ეს არ გამოდის ხოლმე რაღაცნაირად. მე ვერ წარმომიდგენია. თუმცა ალბათ გვექნება ესეთი ვერსიაც არა ზვიად? უგიტარო ვერსიაც აგვაქვს? რა მაგარია. წარმატებებს გისურვებ. აბა, აფთიაქარზე მოусვინოთ სიმღერას. ყვავილების
მარიჯო მარტიძე. აბა მოვისმენთ კალბატონო სოფიო, თქვენგან დავიწყოთ. კარგად, ასუკრავდით და ბარიღამაბა. კი ბატონო. მე ხალხური ტურიზმერე მარის გამოსა ესე ძალიან არ მომწონებია. ძალიან მომეწონა მარი, იყავი ძალიან გულწრფელი და რასაც ფიქრობდი და რასაც გრძნობდი, ის იყავი დღეს უბრალოდ და ძალიან მომეწონა ამიტომ. რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა ისიც რომ ისევ და ისევ გავიმეორდები და ვიტყვი რომ ძალიან კარგი ვერსია იყო და ძალიან დიდი მადლობა ისევ და ისევ ბენდს. ნიკო ძალიან მოუხდა მარის ეს სიმღერა და მარიც მოუხდა ამ სიმღერას. მე მგონი პირველად შემიძლია რომ კრიტიკის და რაღაცების გარეშე გვერდით თქვა რომ ძალიან კარგი იყო, ძალიან სხვა დროს რასაც შენიშვნა ქონდა ხოლმე მარისთან ამ სიმღერას ძალიან მოუხდა და ხო ჭაღმარი. დიდი მადლობა ნიკოს. გიგი კარგია მარი რომ გამოხვედი და ჩემი აზრით ის ბევრი კომპლექსი უკვე მოიხსენი. გამოხვედი იმისთვის რომ გემღერა, დადექი იმღერე, იგრძენი სიმღერა. ზვიად ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბიჭებო, სულ ყველას და მე მართლა ძალიან ვისიამოვნე იმით რომ იყო ძალიან ნაზად და მგონია რომ ეს სიმღერა იგრძენი, გაატარე გულში. ყოველ შემთხვევაში ჩემ გულში მოვიდა შენი ნამღერი და ძალიან დიდი მადლობა. გაბედნიერება. უღრმესი მადლობა. მარი, ესე გააგრძელე და მართლა ყველას მინდა უთხრა ჩემი აზრი, რომ ძალიან კარგი. მადლობა მარი. კალბატონო მარინა, თქვენ გულში თუ გაიარა და ესე იგი მოიტანა. ეს არის მომგებიანი ვერსია, როდესაც სიმღერა ორგანული ხდება შემსრულებლისთვის. ჩემთვის ვინმეს რო ეთქვა, რომ ეს ქალის სამღერია და მით უმეტეს სიფრიფანა გოგოსთვის მე მაგალითად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ორგანული. შენი იყო და შენ იმას მღეროდი, რასაც შენ გრძნობდი. სიმღერაში სულ ვიმეორებ ამას. თავარი ეს არის, რომ შენი სამღერი და შენი სიმღერა იპოვო და მე ყველაფერი კარგად მიდის. მადლობა. დიდი მადლობა ჟიურის. დაურეკეთან დაუმესიჯეთ მარის 30:06. იქვე 5-ით და 5 ხმა ერთად მოვა. გაგეცინებათ და ერთი ძალიან ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი უნდა დავძინო ეხლა. 8 ქვეყანაა ჩართული აქტიურად ჯეოსტარში
Geostar ადევნებს თვალყურს. ეს არის რუსეთი, უკრაინა, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და აქედან შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან დაგვიმესიჯოთ, არა უბრალოდ დაგვიმესიჯოთ, ხოლო თქვენ კი დაგვირეკოთ ან დაგვიმესიჯოთ პატივცემულო საზოგადოებამ ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებო და აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ აი ეს Android-ი გელით კონკურსის დასრულებისთანავე ჯეოსელის Facebook-ის გვერდზე დაიდება შეკითხვა და ვინც პირველი გაგცემს პასუხს სწორედ ის მიიღებს აი ამ არაჩვეულებრივ ულტრა თანამედროვე Android-ს სენსორულ smartphones. ის რაღაცა ხო, ეხლა რეკლამა გავაკეთე და ერთი რაღაცა დაუკარი ისეთი და საინტერესო, აბა მიდი. მიდი. რეკლამა რუსთავი ორზე. რუსთავი არის პირდაპირ ეთერში. Geostar 2011 და ოთარ რამიშვილის ტური. ძალიან მაგარი ვერსიები ჟღერს აშკარად დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. და მე მოუწოდებ გულშემატკივარს იაქტიუროთ SMS-ებზე და ზარებზე. გახსოვდეთ რომ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას და ნუ დაიქმანავთ ყურებს. მიიღეთ საღი გადაწყვეტილება და დეგაიმარჯოს საუკეთესო. ღირსეულთა შორის უღირსეულესთა შორის უღირსეულესმაო, ნათქვამია. მზად ხართ ამისთვის? არ მესმის თქვენი ხმა გამაგონეთ? უფრო ხმა მაღლა. კარგია. 5-დან 2-მა უკვე შეგვისრულა თავისი ვერსიები, მათ შორის ოთონ ემსაძემ შეასრულა ძალიან საინტერესო ვერსია. ძალიან კარგი სიმღერა შემოგთავაზა, მოდი პირდაპირ ასე ვთქვათ. და გავარკვიოთ, ვისი ჯერია ამჟამად. ლელა თუთა სანამ გეტყოდე ვისი ჯერია, აუცილებლად მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გენერალურ სპონსორს TBC ბანკის Prime Card საქართველოში ყველაზე გრძელვადიანი უპროცენტო პერიოდი აქვს. მისი დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში ის 0%-იანი სესხი, ასე რომ ყველას ვურჩევ ისარგებლონ ამ ბარათით. შემდეგი კონკურსანტი კი გახლავთ კახეთის წარმომადგენელი გიორგი გოგიშვილი. რომელიც დღეს ისევ და ისევ ოთარ რამიშვილის სიმღერას შეგვისრულებს მითხარ რადგარ მოწყენილი 3002 არის ის SMS ნომერი რომელზეც უნდა დაურეკოთ გიორგის გიორგი გოგიშვილი მოდის ჩვენსკენ 3002 რატო ხარ მოწყენილი გამხიარულდი მითხარ რადგარ მოწყენილი რამ დაგახონა რამ გადგინა ეგრე გული ჩემო გოგონა გიორგი გოგიშვილი როგორი განწყობა გვაქვს? გადასარევი. კარგი? გადასარევი? კი. ესეთ სიმღერა ამითხარ რატ ხარ მოწყენილი რამ დაგახონა? კი. ხო? წავიდა? რა თქმა უნდა. წავიდა? ამბობ ნახოთ რა ვერსია გვაქვს. 1 2 3 4 Dai mude Roma ravin
იჭიქჭიქე გაშალევთები მეც გალობით მოხიბლული შენი ვიქნები აბა ვინა რაღაც მოწყენილების ვერ გაწყოთ მოწყენილ სახეებს. აბა მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება. მარინა დავიწყოთ შენგან. აბა რა პირდაპირ. გიო. ნუ ეცი რა შენ ხარ ცოტა მშიშარა რა გავაკეთ. მე რამდენი ტურია, მე-9 ტურია. გიჩიჩინებთ ერთი და იგივეს. იმას, რასაც აკეთებ რეპეტიციაზე, ის უნდა აქ ამ სცენაზე გააკეთო და იმღერო. ნუ იპარავ ემოციას, მით უმეტეს ქართულ სიმღერაში. ნუ კარგია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამას მეტი ემოცია ჭირდებოდა შენგან და რაც თავარია შეგეძლო, მაგრამ ეს კონკურსია, ვერაფერს ვერ ვიცი. მეც ვიტყოდი რომ შეგეძლო, იმიტომ რომ დაიწყო კარგად ჩემთვის. ჩავერთე პირველი 1 წუთი ჩართული ვიყავი და მე მოვიწყინე მეც. მითხარ რად. όσο ეგეთ სიმღერა არ არის ეგა? რატო ხართ მოწყენილი ხალხო? არა, თავიდან მე ეგეთ ის თავიდან კარგი იყო და მე შენ ყავი ჩიტურია მეკილების არა? ყველაფერი კარგად დაიწყო, დავეთანხმები ნიკოსაც და რა თქმა უნდა ქალბატონ მარინას. მაგრამ მართლა ბოლომდე არ მიიყვანეს სიმღერა, მეტი ემოცია გვჭირდებოდა და ეს ემოცია დაგვაკლდა. მაგრამ ისე სწორად იყო, ყველაფერი სწორად მიდიოდა, მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ დუეტების ტურის შემდეგ ისე გაიზარდე შენ ტურიდან ტურამდე, რომ ამიტომ უფრო მეტი მოგეთხოვება, იმიტომ რომ ხვდებით და ვგრძნობთ, რომ შენ ძალიან ბევრი შეგიძლია, იმაზე მეტი რაც შენ გვაჩვენა. დაესწარით ხო ქალბატონო მარინა რეპეტიციას? ესწრებით ხოლმე, ხო? გიგი? კი, მეც გავმეორდები სოფოსვიტყვი, რომ მე ვსდუდ აღარ ვამბობ. მე ვამბობ საფაქიეროდ, გადამედო. გიო, აშკარად გაზრდილი ხარ მართლა და გაითვალისწინე ის რომ მართლა აშკარად მეტი შეგიძლია. უბრალოდ თავიდანვე კიდე ერთ გეტყვი რომ დამარცხებული პოზიციით არ გამოხვიდე. გამოდი იმისთვის რომ იმღერო. მით უმეტეს შეგიძლია გიორგი რა. ამდენი ხალხი გიდგას გვერდში, სულ ყველა ვარ ჩემთან. რომ ერთი რომ გამოხვიდე და იმღერო. მართლა შეგიძლია ეს და რატო? რა გიშლის ხელს? მოდი ვიფიქრი ამაზე, კაი? მთლიანობაში მართლა ნორმალური იყო. უბრალოდ შენ რო ხარ, გიორგი რო ხარ, გოგიშვილი, იმიტომ უნდათ ქალბატონ მარინასაც, ნიკოსაც, სოფოსაც, პედაგოგებს, უყოლას რომ მეტი შეგიძლია, გიო. და მოდი დაამტკიცე რა და დაამტკიცე ბევრჯერ, მაგრამ უკან არ წამოხვიდე, იმიტომ რომ გვიცით რომ შენ შეგიძლია ბევრად კარგად გამოუშვა შენი ემოცია. ბოდიში ბევრი ვისაუბრე, მადლობთ. დიდი მადლობა, რამდენი ლაპარაკი გიგი რა იყო ეს? 30-02 კახეთი გიორგი გოგიშვილი დაურეკეთან დაუმესიჯეთ. ლელა
დუტა, მინდა შეგახსენოთ, რომ Geostar-ის ერთ-ერთი სპონსორია MobiPay. შეავსეთ სასაუბროდ, რომ MobiPay-ის საშუალებით 1 იანვრამდე და ყოველ ჩარიცხულ 5 ლარზე 1 ლარი სასაუბროდ, რომ მიიღეთ საჩუქრად. დასაჩუქრდა MobiPay-სთან ერთად ეს მარტივია. შემდეგი კონკურსანტი გაინტერესებს ალბათ, ხო? კი, ძალიან მაინტერესებს. ეს გახლავთ იმერეთის წარმომადგენელი მარიტა როხვაძე. მარიტა დღეს შეგვისრულებს ფიქრების ზღვას. 3005 არის მარიტას ნომერი, ალბათ ყველამ ძალიან კარგად იცით. გააქტიურდით, დაურეკეთ და დაუმესიჯეთ მარიტას წარმატებები. მარიტას შევხვდეთ. მოემართება ჩვენთან იმერეთის წარმომადგენელი. ძალიან მაგარი გოგო, მოდი ვაღიაროთ ყველამ ერთად აპლოდისმენტებით ეს ამბავი. და ვთქვათ, რომ მარიტა ყოჩარი გოგოა და 3005 მისი SMS ნომერი გახლავთ. დაურეკეთ და დაუმესიჯეთ, თან ახლა იმღერებს. ფიქრების ზღვა. მარიტა! 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 რაღაცა მიხარია დგომა. ეს კარგად გავართ არა ერთად? კი, ხო? დავწერთ. კარგად ზიხარ? მოერგე, მოთავსდი. 3005. ფიქრების ზღვა დარდის ლოდებს მახეთქებს გამომრიღავს ისე თავს დალღებში გასაფხული ყემლის გვირდებს აფეთქებს აუღლებს რთავს საქორწინო გამებში
ნიკო მე ძალიან მიყვარს ხოლმე უყურო კულისებში დადის ხოლმე ჯერ მარიტა შეშინებული სახით ძალიან დაძაბული მე აი აქ კიბეებზე რო ჩამოდის ეთყობა ფერი არა დევსახეზე და მე მუსიკა გაისმება და მორჩა საერთოდ აღარაფერი აღარ ეთყობა მომღერალი დგას ან ამ შემთხვევაში ზის სცენაზე ყოველთვის საინტერესოა ხოლმე მარიტას შესრულება ყოველთვის ძალიან მომწონს და ამჯერადაც ეგრე დანარჩენ საქებარ სიტყვებს იმედია ყოველ შემთხვევაში თუ ერთ აზრზე ვარ დანარჩენ ჟიურის დავიტოვებ მე ძალიან მომეწონა აპლოდისმენტები 30:05 ეს არის ადამიანი, რომელიც განიცდის ევოლუციას. პირველი ტურიდან მე-9 ტურამდე. მე რა იქნება მე არ ვიცი. ალბათ საოცარი რაღაცა მოხდება. მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენი საყვარელი მაყურებელი, რომელსაც ნამდვილად მოწონს მარიტა, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. მხარს დაუჭერს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ძალიან ტურის დამთავრებამდე და არ ვიცი, ესეთი არაჩვეულებრივი გოგო უნდა იყოს ჩვენთან ერთად. საოცარი იყავი დღეს, ძალიან ბევრი რამე გადალახე და აწი და აწი უფრო მეც გააკეთებ. ეჭვი არ მეპარება. სოფო. ტაშის დაკვრა ჯობია რამე გითხრა. ყოველთვის განსვიფრებული ვარ მარიტას გამოსვლით, იმიტომ რომ მარიტა რო გამოდის, ეს არის ყოველთვის დასრულებული ნომერი და დღესაც რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი იყო, არაჩვეულებრივი ნამღერი იყო, თითოეული ბგერა, თითოეული ნოც ყოველთვის მარიტა ძალიან კარგად გრძნობს მოძრაობა. კი, დღეს მოძრაობაც იყო ამ ყველაფერში ჩართული და მართლა ძალიან მაგარი იყო მარიტა. გისურვებ წარმატებებს და ეს ყოფილიყოს ყველაზე პატარა სცენა, რომელსაც შენ გამოხვალ. ეს იქნება ჩემი სურვილი დიდი და დიდ წარმატებებს გისურვებ. და რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს მაყურებლის და მსმენელის, რომელიც შენ აუცილებლად დაგიჭერს მხარს. 30:05 ამისათვის საჭიროა რომ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ ყველას, ვისაც მოგეწონათ. გიგი მარიტა როხვაძე არის საოცარი მოვლენა ჯეოსტარში და დარწმუნებული ვარ მალე იქნება მთლიანად საქართველოს საესტრადო მუსიკაში და მარიტა მართლა მე მახსოვს კი გეთახმებით ხალბატონო მარინა თუ არ დაუმესიჯებენ და უნდა დაუმესიჯონ იმიტომ რომ ამის ტრადიციულად აბა მარიტას გამომხნევ მარის გამხნევება ძალიან მინდა რომ გადავიდეს SMS-ებში მე პირადად აღფრთოვანებული ვარ აქ ვიჯექი ესე და ვუყურებდი ძალიან ძნელია იჯდე და თან ეს ხასიათი დაიჭირო ამ ყველაფრის ძალიან მაგარი ხარ. გარდა სიმღერისა მე აი მე როგორც ჩემი გადმოსახედიდან არტისტების გადმოსახედიდან აღფრთოვანებული ვარ შენი არტისტიზმით და მე ეს მინდა აღვნიშნო. 30:05 აუცილებლად დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ მარიტას. პატივცემულო საზოგადოება, ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტებო, არ დაუჯეროთ ჟიურის. არ დაუჯეროთ ჟიურის გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენ თვითონ 30:05. დარეკეთ. ხო იცით რომ ჟიური ვერ იღებს გადაწყვეტილებას, იღებს თქვენ ამ გადაწყვეტილებას და ნუ დაიგმან ამ ტყურებს, მიიღეთ საღი გადაწყვეტილება და ეგ გაიმარჯოს ძლიერმა, და ეგ გაიმარჯოს ნიჭიერმა და საოცრად კარგმა ადამიანებმა. და ისე გადავიდეთ ფინალამდე და ახალ წელს ვიხილოთ გამარჯვებული ის ადამიანი, ვინც მაგარი იქნება. და ჩვენ ვიქნებით ამაყები, რომ ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი მოხდა ფინალში. ანდრია დავრჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი და მას ჩვენ ვიხილავთ. ოღონდ ლაბიდოსის დროით ეხლა რეკლამის დროა და მერე. ეოსტარი 2011 კვლავ ეთერშია პატივცემულო საზოგადოებამ. შეგახსენებთ რომ დღეს ოთარ რამიშვილის ტური გახლავთ და ერთადერთი ადამიანი დარჩა TBC ოთახში რელასთან. დანარჩენმა 4-მა უკვე შეგვისრულა ძალიან საინტერესო ვერსიები ბატონი ოთარ რამიშვილის სიმღერებისა და მე მოუწოდებ საზოგადოებას დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულს. ნუ დაიგმან ამ ტყურებს, მიიღეთ საღი გადაწყვეტილება. საღი გადაწყვეტილება, ჯასაღი.
და თქვათ რომ ჩვენ ვართ ყოჩაღები. თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტები ვინც ხართ ისინი იღებთ გადაწყვეტილებას ასევე გვიერთდება 8 ქვეყანა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჯეოსელის Facebook-ის გვერდზე კონცერტის დასრულებისთანავე დაიდება შეკითხვა და ის პასუხი რომელიც თქვენ უნდა გავხსნათ და ყველაზე სწრაფად უნდა გავხსნათ პასუხი დღეს გაიჟღერებს მეთქი თქვი ჟიურის მხრიდან თუ იყავით ყურადღებით ალბათ მოისმენით და თქვენ მიიღებთ საჩუქრად აი ამ არაჩვეულებრივ Android-ს. მე ერთსაც გეტყვით რომ უკვე გაიჟღერა ამ პასუხმა ასე რომ დაელოდეთ შეკითხვას და დაასწარით სხვას იყავით პირველები. ლელასთან ანდრია გველოდება, სად არის მისი გულშემატკივარი? მართალი ხართ და მხოლოდ ანდრია ახლა ჩემთან და ანდრიასთან ერთად მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი Prime Card-ის ტარიფი. თუ ხშირად ეწევით ხოლმე სავაჭრო ობიექტებს და ინტერნეტითაც გიყვართ ვაჭრობა, აირჩიეთ Prime Shop-ი, ხოლო თუ ბანკომატიდან გამოგაქვთ თანხა და ქეშით გიყვართ გადახდა, აირჩიეთ Prime Cash-ი. ანდრია დღეს შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით თბილისი. 3011 არის ის SMS ნომერი, რომელზეც უნდა დაურეკოთ ანდრიას. მე ყველას მოუწოდებ რომ გააქტიურდეთ, რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება ხმის მიცემის დასრულებამდე. ანდრია მზად ხარ? აბა შენიც წარმატებას გისურვებ. ანდრია თბილისს უმღერებს. გულშემატკივარი მოპოქრობს. ბაჟასე. ბოლო კონკურსანტი დღეს ანდრია თბილისი 31 თბილისის წარმომადგენელი რაღაც ხომ თბილისს უმღერებს? სად ხარ? აბა შენც ჩადა ემოცია და მეუშვე. ყველა შენ გეტყვის ჩემო თბილისო ქვეყანა შენი ნახვას ვახარ სიყვარულისო შეში ზამთარიც გაზაფხულია შეში ზამთარიც გაზაფხულია ულების ვახარ სიყვარულისო შეში ზამთარიც გაზაფხულია შეში ზამთარიც გაზაფხულია ვის არ მოხიბლავ შენი მთაწმინდა მე ამაღება ვარ ბედნიერი თბილისელი ვარ თბილისში გავსნი მე ამაღება ვარ ბედნიერი
11 ანდრია საფო შენ მოგიცეთ პირველს ანდრია რო გამოდის სცენაზე ინგრევა დარბაზი აი შენ რო ახმოვანებ დუტა ჯორჯ მაიკლის კონცერტს ისეა ანდრია რო გამოდის ხოლმე სცენაზე რაღაცა არ იყო რაღაცა წახვათო იქაო დღევანდელი დღე საერთოდ ვიტყოდი იმას რომ იყო ძალიან კარგი იმიტომ რომ იყო განსხვავებული არაჩვეულებრივი სიმღერები გაჟღერდა დღეს და იყო ეს არ იყო კონკურსი ეს იყო ნამდვილად კონცერტი და ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ ამ დღით მაგრამ ანდრია რაღაც დაძაბული მეჩვენები სულ და ბოლომდე ვერ იხსნები და აი მაგრამ დარბაზისგან დანარჩენს ქალბატონი მარინა გააგრძელებს არა გიგი გააგრძელებს ხო კოლეგები ხართ მაინც ორ მაგათ კოლეგები ორ მაგი მე და შეხო კოლეგები ვართ მაგრამ თქვენ ორ მაგათ კოლეგები ხართ თან ერთ პედაგოგთან ანუ მე ვისთანაც დავაყარე ბატონ ნუკრი არის ანდრიას პედაგოგი სხვათა შორის ანდრია იმის გარდა მე მომეწონა ეს ამ სიმღერას რაც ქონდა თბილისური სული ქონდა მართლა ქონდა ჩემი აზრით ის თბილისური სული რომელიც მე ძალიან მომეწონა აი ზურასთან ერთად მთლიანობაში ეს სიმღერა რაზეც არის თვითონ ორიგინალ ვერსიას ბატონი ოთარის შესრულების აქვს თავისებური სული და შეძელი რომ ეს მოიტანე უბრალოდ ეს დაძაბულობა მართალია უნდა მოიხსნა ბევრად მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო ჩემი აზრით მადლობა მე ბოლოსკენ ვიგრძენი აი სიმღერის ბოლო ერთი წუთი იყო რაც ცოტა გულთან მოვიდა რასაც მღეროდა ანდრია მაგრამ მე მგონი кайხანი დაჭირდა რომ იქამდე მისულიყო პირველი თითქოს მღეროდა მაგრამ ამავე დროს აი ვერ ვგრძნობდი რა არ მჯეროდა რასაც აკეთებდა მე მგონი არ ვიცი მეტი ემოცია ჩადე თუ რაღაცა უფრო იგრძნო ბოლოსკენ კარგ ნოტაზე დასრულდა ჩემთვის მაგრამ აი რო პირველ ნახევარსაც რა უყოთ რომელიც აბა პირველ ნახევარზე მარინა მელაბარაკოს პირველ რიგში თუ მაცლის მაყურებელი კარგია პირველ რიგში მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ბენდს და ძალიან დიდი მადლობა უთხრა ზურა მოსიავას ისე არაჩვეულებრივად ჩაიწერა ამ ბენდში რომ მე მგონი უნდა დარჩეს და გახდეს ამ ბენდის წევრი დიდი მადლობა ბატონ ზვიად ბოლქვაძეს ესეთი სრულიად გამაოგნებელი ვერსიებისთვის დიდი მადლობა ბატონ ზურა რამიშვილს იმიტომ რომ მოგცა უფლება და ჩვენ ეს დღეს გავაკეთეთ და რაც დავარია ბატონ ოთარს რომ დაწერა და კიდევ ბევრია დაწერილი და კიდევ ბევრი უნდა ვიმღეროთ რაც შეეხება ანდრიას ნამდვილად ვერა ვაკის ნამღერი თბილისო იყო ეგრეც უნდა ყოფილი იყო და აი იყო კიდეც კიდევ ერთი წამით აბა რაო ძალიან ცოტა დროა დარჩენილი ეხლა დაიწყება უკვე ათლა არავინ არ თქვას მერე რომ ვიღაცაზე გული დაწყდა ამიტომ ვინც ვინ მოეწონა მაყურებელს დაამესიჯოს იმიტომ რომ ძალიან ჩვენ არანაირი ზეწოლა არ აგვაქვს მაგრამ იყო დღეს ამ საღამოს გამორჩეული რამოდენიმე ნომერი და თუ კი ის მოეწონათ და ეჭვი არ მეპარება რომ მოეწონათ შევახსენებთ ახლა ჩვენ ვიდეო კოლაჟი დავამბავს ანდრია გავაცილოთ 30-11 იაქტიურე დაუცილებლად დაგვირეკეთ ან დაგვიმესიჯეთ ხუთივე გელოდებით მეც მათთან ერთად 6-ვე ადამიანი გელოდებით რომ დაგვირეკოთ ან დაგვიმესიჯოთ ჩემი ნომრებია ყველა ხოლო თქვენი რჩეულების ნომრებია გამორჩეული მოდი ვნახოთ როგორი ტური გქონდა დღეს ვიდეო კოლაჟი ეკრანზე ასეთ თბილი და ასეთ თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა ასეთ თბილი და ასეთ თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა
გადიროს დაცრემლების ნაკადული არი გადიროს როგორ მომწონსელი წადის ოქიდრო ყველას ვისი სილა მასე ამშვენებს მე სამთერმე ვიცი უნდა მოხიბლოს ცნობ რომ მალე სუს დაღინვას მაჩვენებს ვის არ მოხიბლავს შენი მთაწმინდა ძველი თბილისი ძველი ერი თბილისელი ვარ თბილისი გავჩნდი მე ამაყება ვარ ბედნიერი თბილისელი ვარ თბილისი გავხსნი მე ამაყება ვარ ბედნიერი ბაშასე ასეთი იყო დღევანდელი დღე ჩვენი კონკურსანტების შესრულება თქვენ ისევ შეგახსენეთ როგორც ნახეთ მაგარი იყო არ ვიტყოდი რომ ხარ ამეთქო რას დასდებ ესე იგი წუნს დრო გაქვთ დარეკეთ დაამესიჯეთ იმიტომ რომ ძალიან მალე შეწყდება ხმის მიცემა ასე რომ თქვენი რჩეული რაც უფრო მეტ ხმას დააგროვებს მით უფრო მეტი შანსი აქვს რომ დარჩეს პროექტში გახსოვდეთ ეს ეხლა კი მინდა სცენაზე მოვიწვიო ლელა და ხუთივე კონკურსანტი ლელა ხო კახეთი გიორგი 30-02 იმერეთი მარიტა 30-05 თბილისი მარი 30-06 თიანეთი ლევანი 30-09 თბილისი ანდრია 30-11 ნურის გარეშე 11 რაღაცა ნელა მე და შენ უახლოვდებით ერთმანეთს ნელა და მართალი ხარ რაც დრო გადის ნელა ესე ახლოს დგებით და ბოლოს მარტო მე და შენ ვიდავრჩებით მე ჭვიმავს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მელანჟის სალონების ქსელ მელანჟის ჩვენი კონკურსანტების ვარცხნილობაზე რომ ზრუნავენ და რა თქმა უნდა ნელა მაგას გაქვს სათქმელი ვიცი 50%-იანი ფასდაკლება სოლარიუმით შეგიძლიათ ისარგებლოთ მელანჟიში უკვე სოლარიუმიც არის ამედნიერო ბენეტოს კონტოს ძალიან დიდი მადლობა ჩაცმულობისთვის არა ჩაულებრივად გამოიყურებიან ლაპიდოს უთხრა ძალიან დიდი მადლობა ჩემზე რო ზრუნავს რო კარგად მეცვას ათლა დავიწყოთ ხა მე მგონი ცოტა ხანიც რა რამდენი ცოტაც კაი ცოტა ხანი აი მე დავიწყე 5-მდე და მე 10-დან ჩამოვყო მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს გულშემატკივრებს ვიღაცისთვის დღეს იქნება ბოლო აპლოდისმენტი ამ პროექტში აქედან გამომდინარე მე დავასახელებ ჩვენ კონკურსანტებს აპლოდისმენტების გავამხნევოთ ისინი გიორგი 30-02 ჩქარა დაურეკეთა და უმესვიჯეთ ჩქარა მარიტა 30-05 მარი 30-06 ლევანი 30-09 30-11 ანდრია იმედი მაქვს ეს აპლოდისმენტები მე SMS-ებშიაც აისახება 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 დახმის მიცემა შეწყდა ერთ-ერთი თქვენგანი რომელიც
სამწუხაროდ მაყურებლის გადაწყვეტილებით დატოვებს დღეს კონკურსს, მიიღებს MobiPay-სგან ამ 1000 ლარიან MobiChecks და შესაბამისად 1000 ლარი დაირიცხება მის ელექტრონულ საფულეზე. აქვე გეტყვით, ისარგებლეთ MobiPay-ის მომსახურებით, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გადაიხადეთ დაფარეთ თქვენი კომუნალური გადასახადები. ესე იგი, საინფორმაციო ცენტრი 08 გთავაზობთ ულტრათანამედროვე iPods, სენსორით და ასე შემდეგ და ასე ძალიან მაგარი iPod-ია. და გახსოვდეთ, რომ ის ემსახურება საზოგადოებას ნახევარფასად, ყველა პასუხი ერთ ნომერზე. და ასევე არქიმედეს Global Georgia. აი ამ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლის თავაზობს იმ ადამიანს, ვინც მაყურებლის გადაწყვეტილებით დღეს კონკურსს გამოეთიშება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაყურებლის გადაწყვეტილებით და არა ჟიურის, ჯეოსელის, რუსთავიორის, ან TBC-ის, ან არქიმედეს Global Georgia-ს ან ვინმეს გადაწყვეტილება. არა. ამ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მაყურებელი. ჯეოსელისა და ლაილაის აბონენტები. 2 მილიონზე მეტი ადამიანი. რა ხდება? ეხლა გვეტყვიან რაოდენობას, ხმების რაოდენობას. ამ 5-დან 3 ადამიანი აუთსაიდერთა რიგებში აღმოჩნდებიან. ვინ იქნება ეს? ეხლა ვერ შეგვატყობინებს ჩვენი პროდიუსერი. თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი. კი, აშკარად. ახლა ცნობილი იქნება ჩვენთვისაც. არ მესმის? არ მესმის. რეკორდული მაჩვენებელია ხმების 87,004 ხმა შემოვიდა. ეს 4 მომეწონა. დიდი მადლობა იმ 4 SMS-ის ავტორს და იმ 87,000-ის ხმის ავტორსაც. 87,004 ხმა შემოვიდა სულ. და აუთსაიდერები არიან. უი. ეს წითელი და შავი იქითკენ დარჩით თქვენ და თქვენ სამი წინ. ამ შემთხვევაში მოხდა ასეთი გადანაწილება, 3 აუთსაიდერია, ამ 3-დან 2 უკან დაბრუნდება. გეტყვით რა მდგომარეობაც გვაქვს. აპლოდისმენტები თიანებს. ორი თბილისის წარმომადგენელი გვაქვს. მაყურებლის გადაწყვეტილებით. თბილისელების გადაწყვეტილებით. ჯეოსტარს ტოვებს Andrea. შედეგები ეკრანზე. მარიტა ლიდერობს 21% და 13 მიასედი. გიორგი 20% და 74 მიასედი. ლევანი 19.85. მარი 19.91 მიასედი და ანდრიას 18.47 მიასედი ხდა წილად. აი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს ჩვენმა საზოგადოებამ. სამწუხაროდ ანდრია გამოემშვიდობა კონკურსს. მე კი შეგახსენებთ, რომ ამ წუთიდან 4 ჯეოსტარალი თქვენ მობილურ მხარდაჭერას ელოდება. გახსოვდეთ, რომ ჯეოსელის Facebook-ის გვერდზე აი ახლა უკვე დევს შეკითხვა და ვინც აქტიურებს აი ამ
Android-ს მიიღებს, smartphones. ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შევხვდებით. მე 4 შაბათამდე იგულიან ბოლბალში შეგხვდებით. დროებით.